დასრულდა მთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველების უფლებადამცველების პროტესტი. დღეს ეს ადამიანები ისევ გამოვიდნენ ქუჩაში მიუსაფარი ძაღლების უფლებების დასაცავად და ამჯერად ამ ადამიანების პროტესტის ადგილი ირაკლი კობახიძის სამსახურია. ისინი ეწინააღმდეგებიან, როგორც თავად ამბობენ, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უკანონო ქმედებებს, გამომდინარე იქედან, რომ როგორც აქ მყოფი მოქალაქეები აღნიშნავდნენ, ისინი უკანონოდ ახორციელებენ ცხოველების გატაცებას გარკვეული პუნქტებიდან, მიხავთ ის ადამიანები მათთვის გაურკვეველ ტერიტორიაზე და შემდგომ უკან აღარ აბრუნებენ. მათ ეჭვი აქვთ იმისა, რომ ასე ცდილობენ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლები, რომ მათი პოპულაცია შეამცირონ და გადაყვანის შემდგომ მათი ვერსიით და ეჭვებით ამ ცხოველებს კლავენ. შესაბამისად ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, ახლა არიან მთავარი მოთხოვნის გარშემო გაერთიანებული, რომ ეს უკანონო გადაყვანები და გატაცებები მიუსაფარი ძაღლების შეწყდეს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეს ადამიანები უკვე დიდი ხანია რაც პროტესტის რეჟიმში იმყოფებიან და თავდაპირველად მათი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ 412 განკარგულების მესამე პუნქტი შეცვლილიყო, რომლითაც სურსათის ეროვნული სააგენტო აღარ იქნებოდა ვალდებული იმ ტერიტორიებზე დაებრუნებიათ მიუსაფარი ძაღლები, სადაც არის დასახლებული პუნქტები, ან მაგალითად რესტორნები, ან სკოლები. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ პროტესტის შემდგომ მთავრობის ადმინისტრაციამ ეს განკარგულება უკან წაიღო, თუმცა როგორც აქ მყოფი ადამიანები ამბობენ, პრაქტიკაში სრულიად სხვანაირად იქცევიან და მათ შორის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო აგრძელებს ცხოველების უკანონოდ გატაცებას. შესაბამისად, როგორც გითხარით, მათი მოთხოვნაა, რომ ეს პროცესი შეწყდეს და შესაბამისად პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო აგრძელებს თბილისიდან ღამის საათებში მიკიდებული უწყინარი გასტერილებული საჭრიანი ძაღლების გადაყვანას და გაქრობას, რაც ქმნის გონივრულ ეჭვს ჩვენთვის, რომ ეს ძაღლები აბსოლუტურად უყელანი არიან მკვდრები. ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის, ჯერ ხო აუცილებლად შეჩერდეს ეს, რასაც აკეთებენ უკანონოდ ქუჩიდან თავიანთი გასტერილებული ცხოველების, რომლებიც გახადეს უსაფრთხო საზოგადოების გადაყვანა უნდა შეწყდეს და აუცილებლად დაისაჯონ დამნაშავეები, ვინც ამაში მონაწილეობას დღეს იღებს. ეს არ არის ჰუმანური სახელმწიფოსთვის მისაღები მეთოდი. ირაკლი კობახიძემ უკან წაიღო საკუთარი ყულელი განკარგულების ჩანაწერი 412 განკარგულების მესამე ნაწილი. პრაქტიკაში მაინც აგრძელებენ სახელმწიფო სამსახურების წარმომადგენლები, კალავზის მერის სტრუქტურის სააგენტოს, ცხოველთა სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე სურსათის სააგენტოს წარმომადგენლები ღამით ქურდულად, ყაჩაღურად ცხოველების გატაცებას, ამის ვიდეო მასალაც არსებობს, ძელობის მასალებიც არის, გატაცების მასალებიც არის. რა თქმა უნდა, შეგასაკუთრებით სამინისტრო და პროკურატურას დუმს და საბოლოო ჯამში ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა ერთი პრაქტიკაში რეალიზდეს ეს იძულებით უკან წაღებული განწყობილება და ძაღლები დააბრუნონ იქ, საიდანაც გადაიყვანენ ხოლმე სტერილიზაციისთვის და მეორე, კანონში ჩაიწეროს, რომ იუსაფარი ცხოველი უნდა დაბრუნდეს სტერილიზაციის შემდეგ მისი ასე ვთქვათ აყვანის ადგილას და გარდა ამისა სტერილიზაცია იყოს უფასო ყველასთვის. თბილისში მიმდინარეობს იატაკქვეშეთში, ანუ ღამით ძაღლების მოპარვა. იმ კედლებს აქვთ კანონით უფლება, რომ იცოდნენ მათი ძაღლები გადაიყვანეს თუ არა. საუბედუროდ მონიტორინგის სააგენტოსგან არის სტანდარტული პასუხები, რომ მსგავსი ძაღლი არ გადაუყვანიათ, მსგავსი ძაღლი არ არის თავშესაფარში და ხალხი ვერ პოულობს ამ ძაღლებს. თვეობით მიმდინარეობს ეს პროცესი. Facebook-ი სავსეა მოკლედ იმ ადამიანების პოსტებით, რომლებიც ეძებენ დაკარგულ ძაღლებს და გადავწყვიტეთ, რომ აუცილებელია ბრძოლის გაგრძელება, ვინაიდან ქაღალდზე რაღაც შეიცვალა, მაგრამ პრაქტიკულად მოქმედებაში სიტუაცია შეცვლილი არ არის. მიუსაფარი ცხოველების უფლებების დასაცავად მოქალაქეები პროტესტს აგრძელებენ. დღეს მათ შორის დაანონსდა მომდევნო აქცია, რომელიც კვირას 7-ის ნახევარზე ისევ მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართება და როგორც ეს ადამიანები აღნიშნავენ, მათი პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ის მოთხოვნები არ შესრულდება, რაც გულისხმობს იმ ცხოველების და მიუსაფარი ძაღლების გატაცებას და გაუჩინარებას.